საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ამის შესახებ კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი აცხადებს. სოფიო ასპანიძის თქმით, რამდენიმე საათში პატრიარქის მკურნალობის პროცესში თურქი ექიმი რეანიმატოლოგი ჩაერთვება. მდგომარეობა საკმაოდ ვარირებადია, იმიტომ რომ აბსოლუტურად მწვავე მდგომარეობა იყო, გადაუდებელი საჭიროება, სასიცოცხლო საჭიროება იყო პროცედურების ჩატარების, მათ შორის გასტროსკოპიის ჩატარების. ახლა რა თქმა უნდა, სიტუაცია მართულია, მოდი ესე ვთქვათ, თუმცა მედიცინაში ამათ კრიტიკულად მძიმე კატეგორია ეწოდება. ჩვენ ჩავატარეთ კონსილიუმი რეანიმატოლოგების მონაწილეობით, ერთობლივად შეჯერებული ტაქტიკით და ასევე შეთანხმებული მანამდე ჩატარებული მკურნალობის ყველა პროცედურაზე თანხვედრით ჩვენ ვაგრძელებთ ერთობლივ მართვას, მათ შორის ისინიც არიან დისტანციურად ჩართულები ამ პროცესში. პაციენტი, პატრიარქი უზრუნველყოფილი აბსოლუტურად ყველა მედიკამენტით და იმ აპარატურული რესურსებით, რომელიც მის მართვას საჭიროებს. ასევე დღეს ჩვენ უფრო მოგვიანებით ველოდებით თურქეთიდან რეანიმატოლოგს, რომელიც შემოგვიერთდება და აი ამ ჩვენ მულტიდისციპლინურ მაღალი დონის პროფესიონალების გუნდს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს. ილია მეორე კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში ეგრეთ წოდებული ხელოვნური ძილის მდგომარეობაში რჩება. ექიმის განცხადებით, პატრიარქი კლინიკაში კუჭიდან მასიური სისხლდენით შეიყვანეს. ოცნების ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ამ დროისთვის პაციენტის მდგომარეობა არსებითი დინამიკის გარეშეა, ანუ გაუმჯობესებაზე ან გაუარესებაზე საუბარი არ არის. ამ დროისთვის დაახლოებით 8 საათისთვის მდგომარეობა არის არსებითი დინამიკის გარეშე კვლავ. ამჟამად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციები ორგანიზმის უკავია ამჟამად მედიკამენტებს. შესაბამისად, დიახ, რა თქმა უნდა, მათ შორის ეს რეანიმაციული მკურნალობა გულისხმობს, რა თქმა უნდა, ცალკეული ასეთი სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებისთვის მედიკამენტების მიღება. დილიდანვე პრაქტიკულად მიღებულია გადაწყვეტილება, შეძენილი ბილეთებიც და სულ რამდენიმე საათში ექიმი, საკმაოდ კვალიფიციური, საკმაოდ დიდი ავტორიტეტის მქონე თურქი ექიმი, რეანიმატოლოგი, დიახ, იქნება აქ თბილისში, შესაბამისად კლინიკასთანაც მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც დაშვებული იქნება სამუშაოდ, ყველა სამართლებრივ პროცედურას გავივლით იმისთვის, რომ მივიღოთ კვალიფიციური რჩევები თურქი ექიმისგან. მე პირადად მოლოდინი მაქვს, რომ დასკვნები იქნება პრაქტიკულად დაემთხვევა იმას, რა მეთოდოლოგიითაც მიმდინარეობს მკურნალობა, თუმცა რა თქმა უნდა, ინტერესით და დადებითი მოლოდინით ველოდები, რომ იქნებ იყოს რჩევა რაიმე უკეთესი. ამ ეტაპზე ჯანმრთელობის ის მდგომარეობა, რომელიც აქვს უწმინდეს, რა თქმა უნდა, არ გვაძლევს შესაძლებლობას ფიქრისაების შესახებ, რომ გადავიყვანოთ. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ამჟამად მდგომარეობა ისეთია, რომ სხვაგან მკურნალობის საჭიროებას ვთქვათ, რომ სხვაგან მკურნალობა უკეთესი ეფექტის მომტანი შეიძლება იყოს, რეალურად ამის თქმის საფუძველი ობიექტურად არ არსებობს. დღის პირველ ნახევარში პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად და მკურნალობის სტრატეგიაზე მსჯელობის მიზნით ექიმთა კონსილიუმი შეიკრიბა. მისი დასრულების შემდეგ კონსილიუმის ერთ-ერთმა წევრმა რეანიმატოლოგმა ვახტანგ კალოიანმა თქვა, რომ პაციენტს გულის მუშაობის და წნევის შესანარჩუნებლად მედიკამენტებით ეხმარებიან. სულია ვითარება, მნიშვნელოვანი იქნება შემდგომი დინამიკა, რამდენად ეფექტური იქნება ის ჩარევები, რაც განხორციელდა. ამ ეტაპზე რაც შეგვიძლია ვთქვათ, სისხლდენა გაჩერებულია, სხვა დეტალებზე უბრალოდ რთული იქნება საუბარი. ამ ეტაპზე ვითარება კონტროლს ექვემდებარება, ამ მედიკამენტების ფონზე წნევის შენარჩუნება ხერხდება, დანარჩენი უკვე დროის საკითხია. ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიომუჯირმა. მან მორწმუნეებს ლოცვისკენ მოუწოდა. თურქეთიდან ველოდებით ღამის პირველი საათისთვის სპეციალისტ, დიახ, რეანიმატოლოგს. ამჟამად მიმდინარეობს იგივე თერაპია, რომელიც აქამდე იყო დანიშნული და ელოდებიან, როგორი დინამიკა იქნება პატრიარქის მდგომარეობის. წნევის პარამეტრები და ასევე სხვა, იმისთვის რომ განსაზღვრონ შემდგომი მკურნალობა. ეს არის რაც ვიცით აქამდე. და მთავარია რომ ვილოცოთ ყველა მთელმა საქართველოს ჩვენმა ბრეილმა ხალხმა მისი ჯანმრთელობისთვის.
და ლოცვის გააზრებას. როგორც ვიცით, არის მცირედი უკეთესობა შეინიშნება უკვე და დამაიმედებელია. პატრიარქის მდგომარეობასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა დეკანოს ძმა ანდრია ჯაღმაიძემაც. კუჩში სისხლის დენის ფაქტი იყო საკმაოდ ინტენსიური და ამიტომ მარტივი არ არის ამ ხნის ადამიანისთვის ესე იოლად გამოსვლა. კავკასიის მედიცინის ცენტრში ოცნებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებისა და სასულიერო პირების გარდა პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად იმყოფებოდნენ თანამდებობის პირები, მათ შორის ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და კახა კალაძე. მე მინდა პატრიარქის ჯანმრთელობა უსურო და მადლობას გადავხდი ექიმებს, ყველა არის ბოლომდე ჩართული, მაქსიმუმს აკეთებენ იმისათვის, რომ სათანადოდ იზრუნონ პატრიარქის ჯანმრთელობაზე. მადლობა ასევე მინისტრს, რომელიც ბოლომდეა ყველაფერში ჩართული და სახელმწიფო რა თქმა უნდა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნა პატრიარქის ჯანმრთელობაზე. მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ ყველა ერთად ვილოცოთ ჩვენი პატრიარქისთვის, უსულოთ მას სიმხნევე და გამოჯანმრთელება. მისი ეხლა მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, რომ ყველა ვიდგეთ ერთად, ვილოცოთ მისთვის. ექიმები იცით, კონსულიუმი იყო, განიხილავენ საკითხებს თუ რა როგორ უნდა გადაწყდეს. ყველაფერს აკეთებს სახელმწიფოც, ჯანდაცვის სამინისტრო, ყველაფერს აკეთებენ თითოეული ექიმი, რომელიც ამ არის დაკავებული და ყველაფერი გაკეთება იმისთვის, რომ სამედიცინო ჩარევის შესაძლებელი გახდეს მისი ჯანმრთელობის გამოსწორება. კავკასიის მედიცინის ცენტრში დღეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. თავარი არის შევინარჩუნოთ ოპტიმიზმი, ჩვენ ვლოცულობთ, ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უნდა უსურვოთ ჩვენს პატრიარქს. ცხადია ის არის ხანდაზმულ ასაკში, არის თანხლები და ავადებებიც, არსებობს კრიტიკული მდგომარეობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ვინარჩუნებთ იმ ოპტიმიზმს, რომ ჩვენი პატრიარქი ძალიან მალე გამოჯანმრთელდება. კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც ილია მეორეს მკურნალობენ, დღეს სახალხო დამცველი მივიდა. ლევან იოსელიანმა თქვა, რომ პატრიარქის მდგომარეობის დასტაბილურებისთვის ყველაფერი კეთდება. მინდა რომ მას ჯანმრთელობა უსურვო და ბევრი ადამიანი მიკავშირდება, ბევრი ადამიანი არის შეწუხებული ამ ამბით და ბუნებრივი არის, რომ ყველას გვადარდებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. განსაკუთრებული სიახლის თქმა არ შემიძლია, თქვენთვის ცნობილია ძირითადად რაც უკეთდება, ერთ-ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერს აკეთებენ ნამდვილად იმისთვის, რომ მისი მდგომარეობა იყოს სტაბილური და საბოლოოდ გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან და დაძლიოს ეს პრობლემა. ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გაუარესების გამო ილია მეორის კლინიკაში გადაყვანის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია საპატრიარქომ გაავრცელა. პატრიარქი კავკასიის მედიცინის ცენტრში ღამის 3 საათზე შეიყვანეს.